მე შეიძლება მქონდეს ძალიან გრძელი ჩაბონა თვალი, რა მჭირდება პარტნიორისგან, რა მჭირდება მეწყვილისგან და არც ერთ იმ ჩაბონა თვალისგან მე თვითონ არ განმასახიერებდე. არც ერთს. უბრალოდ მოთხოვნის მდგომარეობაში ვიყო, ხო? ძალიან უსაფრთხო გზა არის სხვათა შორის იმისი შემეცნების, რა გჭირდება. რა გჭირდება, ხო? და მე ამისი გადატანის საბოლოო ჯამში, როგორც საკუთარ ქცევაში და თავისთავად ეს ეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგი გზა არის, რომ იცი ესე რომ მოეწერათ ჩემთვის მაგალითად, ახლოს მაინც თავისთავად ბუნებრივია, ხო, მიახლოებულად ალბათ როგორი კარგი იქნებოდა, ხო? ეს არის ის, რასაც მე მივიღებდი საუკეთესო შემთხვევაში, მაგრამ აი ამ საუკეთესო შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სცენარიდან შეიძლება რაღაც დამაკმაყოფილებლის გამოყვანაც, იმიტომ რომ ცოცხალი არსებები, რა თქმა უნდა, არ თანაუგრძნობთ ერთმანეთს ესეთი ალგორითმული წესრიგით. ხო, ბუნებრივი არის. ანუ ზოგჯერ თანაგრძნობა ქმედებაშია და სიტყვით დაუდასტურებელია, ზოგჯერ თანაგრძნობა დაუშვათ სიტყვაშია და ქმედებით დაუდასტურებელია და ასე შემდეგ, ხო? კარგი სავარჯიშო არის ის, რომ სიტყვის და ქმედების თანხვედრა ჩვენ ყოველთვის გვჭირდება. სხვა შემთხვევაში ჩვენი სხეული საკმაოდ ზუსტად გრძნობს იმას, რომ თანხვედრა არ არის საბოლოო ჯამში სიტყვებსა და ქმედებებს შორის და იმისთვის რომ მივიღო, ხო, ზუსტად ის რაც მე მჭირდება, მე შეიძლება მივდივარ ვიღაც უსულოსთან. ამ ყველაფრის დასაკმაყოფილებლად, ხო? მაგრამ კარგი არის ის, რომ შემიძლია დავინახო, უბრალოდ რა მჭირდება. თავარია დავინახო. კი, თავარია დავინახო. ამასაც ცალკე უნარი სჭირდება და დიდი мотиваცია და სურვილი იმისა, რომ არ ავიხლართო მე ყველაფერში იმდენად, რომ დაკმაყოფილება უსულოსგან მივიღო მხოლოდ და არ გადავიტანო ცოცხალ ნამდვილ პრაქტიკაში მე ის რაც აღმოვაჩინე იქ, რაშიც დამეხმარა.